დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში იყო სოფელი ატოცი და არატი ხვისტანი, რომელიც ამ დრომდე რჩება შიდა ქართლში. ოკუპაციიდან ოკუპაციამდე იუნკერთა წერილები, ჩანაწერები და ისტორიები, რომლებიც მათმა შთამომავლებმა მოამბის ჟურნალისტს უამბეს, კოლეგამ ერთ სიუჟეტში გააერთიანა. ტაბახმელასა და კოჯორში დაღუპული იუნკერების ხსოვნას დღეს მხოლოდ ფოტოები და შემორჩენილი დოკუმენტები ინახავს. დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთადერთი დანაყოფი, რომელმაც 1921 წლის თებერვალში უკან არ დაიხია, სწორედ ქართველი იუნკერები იყვნენ. ფრონტზე უმეტესობა პირდაპირ უნივერსიტეტიდან წავიდა. ქართველი იუნკერების ისტორიები ნახეთ ლიზი ციციშვილის სიუჟეტში. თბილისის მისადგომების დასაცავად იუნკერები 1921 წლის 17 თებერვალს გაეშურნენ. პირველი შეტაკება რუსეთის მე-11 არმიასთან კოჯრის მდელოზე 19 თებერვალს დაიწყო. უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად უკან არც ერთ მათგანს არ დაუხევია. ფრონტზე სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის ივანე ჯავახიშვილის მოწოდების შემდეგ პირდაპირ აუდიტორიებიდან მიდიოდნენ. ივანე ჯავახიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ მე უნივერსიტეტის რექტორი ვარ და წესით მე უნდა ჩავკეტო კარები და ყველა სუცხრა შევიდეს სტუდენტებსაც და მასწავლებლებსაც შევიდნენ აუდიტორიებში და განაგრძონ ლექციები, მაგრამ სამშობლო საფრთხეშია და მე ამიტომ არავის, ასე ვთქვათ, არ ვზღუდავ, ვისაც თვითონ უნდა წაბრძანდეს. 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის და ქართული არმიის შექმნის დროს აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი 24 წლის იყო. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ფრონტზე სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ბრიგადის პორუჩიკი იუნკერთა სიმამაცით გამორჩეულ კოჯორ ტაბახმელას ბრძოლებში აქტიურად პირველივე დღეს ჩაერთო და ფრონტი სხვა პატრიოტებთან ერთად თბილისის აღებამდე არ დაუტოვებია. მამას დაავალეს, რომ ეს ახალგაზრდობა წაეყვანა და წავიდნენ მაშინ იქ. და სხვათა შორის ძალიან გმირულად იბრძოდნენ. რატომღაც მგონია, რომ მამა დაიჭრა აი აქ, სწორედ კოჯორში, იმიტომ რომ თბილისის ლაზარეთში იწვა, ხელში იყო, მარცხენა ხელში იყო დაჭრილი. თბილისის დაცვისას ეროვნულ არმიაში იუნკერები ერთადერთი ნაწილი იყო, ვინც ბრძოლის დროს უკან არ დაიხია. 20-23 წლის მეომრების განსაკუთრებული თავდადება და ბრძოლის უნარიანობა მეფის რუსეთის დროს იუნკერთა სასწავლებლის არსებობამაც განსაზღვრა. 1921 წელს, როცა მტერი მოადგა თბილისს, 16 თებერვალს, მე აცტავკიდან მომიწვეს, არა მხოლოდ მთავარსარდლად, არამედ გენერალ. იუნკერთა არმიის მთავარსარდალის გიორგი კვინიტაძის წერილი უთარიღვა. გენერალი კვინიტაძე საკუთარი არმიის კრიტიკას წერილობით ემიგრაციიდან ეხმაურება. იძულებით პასუხში 1921 წლის თებერვალში საქართველოს ოკუპაციის მიზეზებზე, მაშინდელი მთავრობის შეცდომებზე და კრიტიკოსებისადმი წაყენებულ ბრალდებებზე საუბრობს. იუნკერების ისტორიასთან ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში დაღუპული კიდევ ერთი გმირის მარო მაყაშვილის სახელია დაკავშირებული. 19 წლის სტუდენტი კოჯორ ტაბახმელასთან იუნკერთა დასახმარებლად მოწყალების დად წავიდა და რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა. ჩვენ ოჯახში დაგუქონა დადებული მასზე საუბარს და საერთოდ დედაჩემის მეგობრები, მეორე დედის მეგობრები ისინი ამ თემაზე არ საუბრობდნენ. ეშინოდათ, რომ ჩვენც არ გავხრულიყავით რაიმე გაუგებრობაში. ფრონტზე გადარჩენილი იუნკერები თბილისში მოკლე ბილიკებით ბრუნდებოდნენ. 26 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს თბილისის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო, რომელსაც წინ რუსული არმიაც ვერ აღუდგა. საქართველოს პარლამენტის ძველ და ახალ შენობებზე დილიდან დროშებია დაშვებული. ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციიდან 93 წელი გავიდა. კოჯორში, იქ სადაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალია, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ადვოკატები ხატიაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ყრილობის ჩატარებას და თავმჯდომარის გადარჩევას მოითხოვენ.